უფროსი. ღამით სიერულის დროს, დღისით სიერულის დროს უფროსი ოდნავ წინ არის, ხომ? მარცხნ თუ მიყვება ეს უფროსი წინ არის. ღამი პირიქით ხდება, უმცროსი მიდის წინ, იმიტომ რომ მან უნდა გაკვალოს გზა. ადათობრივი სასამართლო ვეინახებში დღემდე პოპულარულია. დავაში მონაწილე თითოეულ მხარეს თავისი წარმომადგენელი ჰყავს. ეს ავტორიტეტული პირები იკრიბებიან და სადავო საკითხებს არჩევენ. თუ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, საქმეს მეხკ ხელს, ანუ სასამართლოს გადასცემენ. ეს არაოფიციალური ორგანო ხეობის უხუცესებისგან შედგება. მათ მიერ გამოტანილი განაჩენი საბოლოოა. ქურდობაში შემჩნეულ ადამიანს ადგილობრივი სასამართლო ზარალის ხუთმაგად ანაზღაურებას აკისრებს. ქალის გატაცებისთვის მამაკაცმა ჯარიმის სახით 5,000 ლარი უნდა გადაიხადოს. თვის კანონი განსაკუთრებულ სასჯელს მკვლელებისთვის ითვალისწინებს. თუ განგებ ჩადენილია მკვლელობა, თუ ჩხუბშიც მოსაკლავად დაარტყი, შეიძლება შემთხვევით მოხდა ეს სხვა საიმართლო, თუ შენ გამიზნულად დაარტყი, სისხლი აუცილებლად უნდა იქნეს აღებული. დღესაც ჩვეულებრივ მოქმედებს ეს. ყოფითი პრობლემების მიუხედავად, მიგრაციის ხარისხი ქისტებში საკმაოდ დაბალია. ჩვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ რო გავდივართ, ჩვენ იგივე ქართველი მოქალაქის სახელით გავდიოდით და აი როცა უკვე საქართველოს ფარგლებს მიწაწყალზე ფეხს დავადგავთ, თუნდაც შეჩნდით და მბრუნდებოდით, აი აქ კიდე უკვე სულ სხვა სიო შემოგვეგებება, სულ სხვა ესე იგი მაცოცხლებელი სიო. თითქოს აი ახლად იბადება ადამიანი. ჩვენც ქართველებად ვთვლით ჩვენ თავს. აბა მე საქართველოს ღირსეულ მოქალაქედ ვთვლი ჩემ თავს. აბა შემეძიბროს ნებისმიერი ქართველი მოქალაქე საქართველოს სიყვარულში. Square blood, Tommy.